მატჩის თავარი არბიტრი მისცა ნიშანი და დაიწყო შეხვედრა წარმატებები ორივე გუნდს და ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი ნაკრები ვნახოთ და ნაკლებად გვადარდებს დორასო კლასი ან სხვა ლეგიონერი საქართველოს ჩემპიონატში რას მოახერხებს, თუმცა ჩემპიონატისთვის ცუდი ამბავი ეს არ იქნება. ეს კარგი ეპიზოდია, სწორედ კლასს აქვს მომენტი, ვერ დაარტყა, შემდეგ გამოიტანეს ფოთელმა დადიანი ტექნიკური პასი. ეს პასიც გავიდა მომენტი ყველაზე კარგად გაათამაშეს მასპინძლებმა ბურთი სილაგაძე საჯარიმოშია სრულ მოძრაობები ახლო კუთხეში დაარტყა მოულოდნელად მამაგეიშვილი გაარეტერფით კარგი კომბინაცია გიზი მამაგეიშვილი ქუსლით დატოვა ბურთი თამაში სილაგაძე უკან პასი ქარდავა უტრიალებს საჯარიმოს იბერია 1999 მეტოქის საჯარიმოს დარყმამდე საქმე ვერ მივიყვარეს მაგრამ იქამდე რამდენი პასი გადააბეს ერთმანეთს და რამდენი ხანია კომბინირებენ მეტოქის საჯარიმოში ხედავთ გოშტელიანმა დაარტყა შემდეგ დადიანი ორივე დარტყმა დაიბლოკა და ხელით თამაშსა და პენალტის ეს მატჩიც უგოლოფრია მოდი ვისაუბროთ პოტენციურ სცენარებზე ამ მატჩიდან რა შეიძლება მოხდეს დავიწყოთ მასპინძლებით თქო ჯერ კარგი მომენტი აქვს კოლხეთი 1913 ჩვენიერი ეპიზოდი დარტყმა კარში მათი ქულათა მონაგარი იქნება 41 და გორის დულას გამარჯვების შემთხვევაში ისინი მეორე ადგილზე გადავდნენ. აქ მამაგეიშვილის პასი ვნახოთ, საჯარიმოს გარედან სილაგაძემ როგორ კარგად გაატარა. დარტყმა შეცდომებით სარგებლობის დროს გოლის გატანას ცდილობს ფოთის კოლხეთი. ორივე გუნდს თავის სტილი აქვს, ორივე გუნდს თავის სქემა, მაგრამ ამ ყველაფერმა მუშაობა დაიწყო ფოთის კოლხეთისთვის, რომელიც ანგარიშს ხსნის და ამ ანგარიშის გამხსნელი გოლის ავტორი ხდება ნიკოლას. გარემ მდგომარეობაზე შემოწმდება ეპიზოდი ცხადია, მაგრამ ერთი რისი თქმაც შეიძლება ბოლო წუთები გუნდები ისე უტევდნენ ორივე გუნდს იმდენი მომენტი შეექმნა ლოგიკური იყო რომ მალე ერთ-ერთი მათგანი გაიტანდა და ეს მოხდა გაიტანა კოლხეთმა ყოჩაღაკ პლიუშს რომელიც ჩასაფრებული იყო ასეთი შეცდომების დროს ბურთის მოპოვებაზე ხვარცხავა იბრძვის აჯობეს ფოთელმა მცველებმა შემდეგ კარგად მოქმედებს კვასალია და დაუტოვა თავის გუნდს ბურთი ხარებავამ უკაცრავად და წავიდა კონტრშეტევაზე კიდევ ერთ კონტრშეტევაზე კოლხეთი 1913 ფაღავა როგორი ტექნიკურია ერთ მეტოქეს აუარა გვერდი საჯარიმოში შევიდა მეორესაც გაცდა დაარტყმა გადაწყვიტა მოარტყა ბურთი მეტოქეს და აქ როგორი შეუთანხმებელი მოქმედება ფაღავა 0-2 და ეს უდიდესი ალბათობით არის გამარჯვება კოლხეთი 1913-ისა ბრძოლით ხარებავას მხრიდან რომელმაც ამ ბრძოლაში ბურთი მოიპოვა ფლანგზე გააყოლა ფაღავას ტექნიკური თამაში ვნახეთ აქ ორ მეტოქეს შორის გაძვრა დაარტყა და გადადიოდა ბურთი კუთხურზე მამაგეიშვილი ცდილობდა რომ არ გაეშვა ბურთი კუთხურზე იბრძოლა ბოლომდე ამ დროს მაკარიძე გამოვიდა კარიდან და საბოლოო ჯამში ვერ გაუგეს ერთმანეთს მამაგეიშვილის მიერ აი ნახეთ ამ ეპიზოდში ჯერ გადადიოდა თუ არა ბურთი კუთხურზე კი გადადიოდა სილაგაძეს მოხვდა მამაგეიშვილმა სადა დაეტოვებინა ბურთი თამაში და ქუსლით შემოაბრუნა თამაში აქ უკვე მაკარიძემაც ვერ გაუგო მას და საბოლოო ჯამში ფაღავას დარჩა ბურთი ფაღავას რომელმაც თავისი ეს დაწყებული შეტევა აქცია გოლად 0-2 და უდიდესი ალბათობით შეძლებს კოლხეთი 1913 გამარჯვების მოპოვებას, თუმცა ფეხბურთელებმა დაარტყმა და საჯარიმოს გარედან დაარტყმების ნაკლები იყო, ახვლედიანმა აიღო დაარტყა არაზუსტად. ზოგადად კონტრშეტევა მიიღეს, თუმცა ოლკოვი ამ ბურთს ვერ დაეწია მაკარიძე და შეტევაც ვეღარ მოესწრება და ასრულდა მატჩი მოიგო იგი ფოთის კოლხეთი 1913-მა და აიღო ძალიან მნიშვნელოვანი